შენ ახლა მაგალითად სოლი რო გირეკავს. პასუხობ თუ უთიშავ გარეთ რო ხარ. მე არ მირეკავს ვაფშე. რატო არ გირეკავს სოლი? არ მყავს და. აუ, შენ სოლი არ ყავს შე რა ბიჭო, მე მაგით გირეკავს თან. ახლა ჩემი პრინცესა მირეკავს რა. მაგრამ როგორ უნდა მოიქცე გარეთ რო ხარ კაცი? კაცურად. გაუთიშონდა, ხო რა? აბა ახლა აქ ვარ საყვარელო და მალე მოვალ და ბარე მას ვიზამ რა ქვია. კარგად მიბრაზდება ახლა სახში რომ მიხოდა. ვინ გამიბრაზდება? ამამისი შვილია და რამე ზედმეტი თქვას რატომ არ მიპასუხე და ეგენი და იწყოს. ავი ზმას. მე ომი ნახე მე. სიმწრით ვლივს ვიღაცამ გოგა მოგატანა. ეს მეორე ჯერ ეკავს. მაგრამ ნახე ხო გათიშავ. ხო. ჩამოწევ ფრენის რეჟიმი და ოჯახში პრობლემები არ შეგექმნას რა ოჯახში ბიჭო, ოჯახში ჯერ მე ვარ და მე ყველა წავა ძმა, რამე პროექტი ვინმე ხმა ამოუღია. საბიტფარეში ჩოტებს ვაბა მოვალ რა. მიდი ძმა, ჩოტები ვაბარო ახლა. ტელეფონზე ვპასუხე და ბარემ ჭიფს გევიხრიდა. გამარჯობა. გამარჯობა. მე კურიერი გახლავართ. ლუკას გვებრძანდებით, ხო? კი, მე ვარ, რამე ამანათია. კი, თქვენმა ცოლმა ეს ამანათები გამომატანა, საბუთებია. ეს არის სახლიდან გაძევების საბუთი. ღმერთმა არ გაპასუხებია ტელეფონზე, მაგის საბუთია. ბავშვის ალიმენტის საბუთი, მაგასთან და პარკში ვერ დაძინების საბუთი ერთად და ეს არის იმის იქეთ წასულ ხარ, არამც მოგიყვანა ღმერთმა. ასო ეს ჩემასო. დიახ, ერთი საბუთი კიდევ გამომატანა, უბრალოდ ცოტა უხერხულია, მაგრამ სამსახურს ვერ დავკარგავ, აუცილებლად უნდა გადმოგცეთ. აი ასე რომ დადგეთ და აი ეს საბუთი. ტონო ლუკა, კინაღამ დავავიწყდა, თქვენმა სიმავრმა ტყუპი წიხლი და მავაში გერი გამომატანა და ავი, სამსახურს ვერ დავკარგავ. რა სამსახურს, რა ტყუპი